ხდის მამაკაც განსაკუთრებულად მიმზიდველს და ზეს სექსუალურს ყველა ქალისთვის და აძლევს საშუალებას, რომ გამოიჭროს ნებისმიერი ქალი. უძირფასესო და უსაყვარლესო თანამემამულე მამაკაცებო, დამეჯერეთ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს კაცის გარეგნობასთან. ქალისთვის საერთოდ კაცის გარეგნობა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. აი ის რაც ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა ჩამოგითვლით და თუ თქვენ ეს უკვე გაქვთ, ან ამას განავითარებთ, დამეჯერეთ, რომ ალენ დელონი და ჯორჯ კლუნი ახალგაზრდობაში რომ დაგიყენონ გვერდით, გოგოები მაინც თქვენ ამოგირჩევენ. რა არის ეს თვისებები? ბოლოში უფრო კარგ განმარტებას მოგცემთ ამ ვიდეოს ბოლოში, ასე რომ ბოლომდე კარგად მოусმინეთ, ახლა კი უფრო მოკლედ ჩამოგითვლით. პირველი და ყველაზე ზესექსუალური და მიმზიდველი, რასაც შეიძლება ფლობდეს კაცი, ეს არის მისი თვით დაჯერებულობა და რომ ის ასხივებდეს ამას. ასხივებდეს, რომ მან იცის, ვინ არის ის და მან იცის, რა შეუძლია მას. მეორე და ყველაზე მიმზიდველი, რაც არის მამაკაცში ქალისთვის, ეს არის, როცა მამაკაცმა იცის, რომ მას თავისი კომუნიკაციით, თავისი ლაპარაკით ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეუძლია, ნებისმიერ ადამიანთან შეუძლია შეთანხმება და როცა ქალს ამას ანახებს. მესამე და ძალიან მიმზიდველი ქალისთვის ეს არის მამაკაცის უნარი, რომ მან იშოვოს ფული. მეოთხე და უმნიშვნელოვანესი ქალისთვის ეს არის ხელგაშლილობა. ყველას მიმართ შეიძლება არა, მაგრამ კონკრეტულად იმ ქალისთვის, რომლის გამოჭერაც თქვენ გინდათ. მეხუთე და უმნიშვნელოვანესი ეს არის ცოდნა, როგორ გაუკეთოთ ქალს კომპლიმენტები. ამაში მეგიკეთებთ ქართველ კაცებო კომპლიმენტებს, ვიცი რომ ეს მშვენივრად შეგიძლიათ. თუ არ შეგიძლიათ, ამის განვითარებაც შეიძლება. და ბოლო და ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის სწორად შეხება. ყველა ქალს ერთნაირი შეხება არ უყვარს. ყველა ქალს არ უყვარს ერთნაირი მოფერება. ზოგს უფრო შეჯანჯღარება უყვარს, ჩქმეტა უყვარს, ზოგს უფრო ნაზად მიდგომა უყვარს. ეს უნდა გაარკვიოთ და იმ გოგოს, რომლის გამოჭერაც გინდათ, იმ ქალბატონს ისე მოეფეროთ, როგორც მას მოსწონს. ახლა მოდი კონკრეტულად განვიხილოთ, რას გულისხმობ. პირველი, როცა ვახსენე, რომ ყველაზე მიმზიდველი ქალისთვის ეს არის კაცის თვით დაჯერებულობა, ამაში ვიგულისხმე, რომ კაცს უკვე აქვს ჩამოყალიბებული თავისი იდენტურობა. იცის, ვინ არის. იცის, რომ მას შეუძლია ეს და ეს. ამაში და ამაში ის არის განვითარებული, ეს და ეს ტალანტი აქვს მას. და დამიჯერეთ, ეს შეიძლება თქვენ არც ფიქრობდეთ ამაზე, მაგრამ თქვენ ამას ავტომატურად ასხივებთ და გოგო ამას გრძნობს. მეორე, რაც ვახსენე, როცა კაცს აქვს უნარი, რომ თავისი ლაპარაკით, კომუნიკაციის სტილით ნებისმიერ ადამიანს მოელაპარაკოს და ნებისმიერი პრობლემა გადაჭრას. გოგო ამასაც ხედავს, თუ ჯერ ვერ ხედავს, უნდა დაანახოთ. რატომ? იმიტომ, რომ ქალისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის გრძნობს, რომ მე ასეთი კაცის გვერდით შემიძლია ვიყო წყნარად. შემიძლია არ ვინერვიულო, ყველა პრობლემებში ის გამოძრება, ყველა პრობლემას გადაჭრეს და მე არ ვიქნები საფრთხეში. ხო, რაც მნიშვნელოვანია, თუ ჯერ არ აგაქვთ ესეთი კომუნიკაციის სტილი გამომუშავებული და ჯერ არ შეგიძლიათ და არ იცით როგორ გამომიმუშაოთ, არსებობენ კურსები ამისთვის, როგორ გადაჭრათ კონფლიქტები ლაპარაკით, როგორ გადაჭრათ რაღაცა პრობლემები კომუნიკაციით. იყიდეთ ესეთი კურსები და განავითარეთ თქვენი თავი, მაგრამ თუ არ იცით სად იპოვოთ და როგორ იყიდოთ, მე ვაპირებ ცოტა ხანში ძალიან სიმბოლურ ფასში ასეთი მასტერკლასის ჯგუფურად ჩატარებას. თუ გაინტერესებთ, მომწერეთ პირადში სიტყვა მასტერკლასი და მე მოგცემთ ინფორმაციას და მე პირადად გასწავლით, როგორ გააკეთოთ ეს. მესამე, როცა ვთქვი, როცა კაცს შეუძლია ფულის შოვნა, იქ აუცილებელია, რომ მამაკაც უნდა გქონდეს უკვე რაღაცა ან სამსახური, ან ბიზნესი, ან რაღაცაში უნდა იყოს ისეთში, სადაც მას შემოსდის ფული და გოგო, ქალბატონი უნდა აუცილებლად ხედავდეს ამას. იქაც ის დაწყნარდება, ეცოდინება, რომ მე ამ კაცთან შემიძლია ვაკეთო ის, რაც მე მომწონს, ჩემი ფული იქნება ჩემი ფული, მისი ფული იქნება ჩვენი ფული. ეს ქალებისთვის არის ძალიან მიმზიდველი და დამიჯერეთ, ქალის გამოჭერა არის ძალიან ადვილი, თუ ის ამას დაინახავს. როცა მეოთხე ფაქტორი, ხელგახსნილობა ვახსენე,
აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გოგომ დაინახოს, რომ თქვენ მისთვის არ დაიწყებთ ჟმოტობას, რომ მას ექნება ის საჩუქრები, რაც მას მოსწონს, ის დასვენება, რაც მას მოსწონს, ის გართობა, რაც მას მოსწონს და დამეჯერეთ გოგოები, თუ ამას დაინახავენ, ფეხქვეშ დაგეგებიან. მერე, როცა ვახსენე სწორი კომპლიმენტების გაკეთება, ეს ვიგულისხმე ის, რომ უნდა იცოდეთ ზუსტად რანაირად მოსწონს გოგოს კომპლიმენტები. თუ გოგო არის ცოტა თავდაუჯერებელი თავის თავში, აუწიეთ მას მისი თვითდაჯერებულობა, უთხარით როგორი ლამაზია, როგორი არაჩვეულებრივია, არანაირი გოგო მას არ შეედრება, თუ მას ძალიან უყვარს მოდა, სტილი, გაუკეთეთ კომპლიმენტები მის ტანსაცმელს, მის სტილს და ასე შემდეგ. და როცა ვთქვი მოფერება, შეისწავლეთ რანაირი ტიპის გოგოა. თუ ძალიან ნაზია, მას ძალიან ნაზი მოფერება ეყვარება. თუ ძალიან ისეთია ტემპერამენტიანი და შეიძლება ცოტა გიჟური, შეიძლება გიჟური მოფერება უყვარდეს და თქვენს უნდა შეეწყოთ და ისე მოეფეროთ, როგორც მას მოსწონს და ამას დაკვირვება სჭირდება. ახლა ჩემოკარგებო, ცოტა ხნის წინ TikTok-ზე ამომივარდა ვიღაცა ძალიან თვითდაჯერებული ქართველი ბიჭი, რომელიც ყვებოდა, რომ 11 გოგო ყავს და ეს გოგოები პუტავენ ამ ბიჭისთვის ერთმანეთს. ერთმანეთში არიან კონკურენციაში, ძალიან ანებივრებენ ამ ბიჭს და ამიტომ მე ჯერ გამიკვირდა ამ ბიჭის რელიგიური ორიენტაცია, იმიტომ რომ ქართველებში ეს რა ვიცი 11 ქალი უფრო ჰარემებში მოდის და ამიტომ გამიკვირდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან დავაკვირდი ამ ბიჭს. დავინახე რომ შეიძლება ეს ბიჭი არ იყო ალენდელონი, კი, კაი შესახედავი იყო, მაგრამ ალენდელონი შეიძლება არ იყო, მაგრამ როგორ თვითდაჯერებას ის ასხივებდა. მერე დავინახე, რომ ეს ბიჭი ძალიან იყო კმაყოფილი იმითი, რომ ყავდა ამდენი გოგოები. ესე იგი, ეს ბიჭი რაღაცას აკეთებს იმითი, რომ შეინარჩუნოს ეს რაოდენობა ქალების. მართალია მე მომივიდა რაღაცა ფიქრები ამ ქალების თვითდაჯერებაზე. როცა ქალი ასე პუტავს ყველაფერს, ამდენ ქალთან იბრძვის ერთი კაცისთვის, ეს არ არის ქალის პოზიცია, ეს არის უფრო კაცების პოზიცია და როცა ასეთ ქალებთან გვაქვს საქმე, იქ რაღაცა პრობლემა უნდა იყოს თვითდაჯერებაში. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ აი როცა ბიჭი ასხივებს ასეთ თვითდაჯერებას, ეთყობა რაღაცა საჩუქრებსაც უკეთებს ამ ქალბატონებს, კომპლიმენტებსაც უკეთებს, ესე იგი ძალიან კარგად იცის ის, რაც ახლა მოგიყევით, შეხედეთ როგორი გარემო შეიქმნა თავის ირგვლივ. მე ამას თქვენ არ გირჩევთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაძლევთ მაგალითს, რომ ასეთი რამეც არის შესაძლებელი. ასე რომ ჩემოკარგებო, როცა ეს ინფორმაციები მოისმინეთ, გამოიყენეთ, განვითარდით და დამიჯერეთ, თუ ეს შეგეძლებათ, ნებისმიერ გოგოს გამოიჭერთ. აბა წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.